მაქვს შეტყობინება პრეზიდენტ ტრამპისთვის. სამაგიეროს გადახდა ომის წარმართვის გზა არ არის, მით უმეტეს მისი მოგების. მარკ, რას ფიქრობ გუშინ ღამეს მომხდარზე? პირველ რიგში ირანმა ჰორმუზის სრუტეში აპაჩის ვერტმფრენი ჩამოაგდო. შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, კარგი, უნდა ვუპასუხოთ და ასეც მოიქცა. და ეს იყო როგორც სლავა ღმერთს. და შემდეგ კარგი გამოცხადდა, რომ ეს იყო F-1000. საკმარისია, პროპორციული პასუხი გავეცით, საკმარისია. ესეო, ორი რამ მინდა ვთქვა. პირველ რიგში, როგორც გადაცემამდე, დღევანდელი ეპიზოდის წინ ვილაპარაკეთ, ტრამპის მთავარი პოზიცია ყოველთვის იყო. თუ ამერიკელებს მოკლავთ, ამას არ ავიტანთ. და კონკრეტულად ამ შემთხვევაში თვითმფრინავში მყოფი ორივე ადამიანი ცოცხალი იყო. ისინი, როგორც იცით, გადაარჩინეს. ასე რომ ამერიკელი სიცოცხლე არ დაკარგულა და შეიძლება ამანაც იმოქმედა იმაზე, თუ როგორ შეხედა პრეზიდენტმა ამ ინციდენტს. მაგრამ მეორე მხრივ, როცა ამბობთ, რომ არ გსურთ შეურაცხყოფა მიაკენოთ, მაგრამ მარტივად რო ვთქვათ, ომით ვერ მოიგებ, მხოლოდ პასუხის გაცემით. მე ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივაა მართალი. რატომ? თუ თქვენ ამდენ ზეწოლას ახორციელებთ ირანზე და ბლოკადაში ამყოფებთ მათ ქალაქებს, ხომ ასეა? და თქვენ ბლოკავთ მათ პორტებს და მათი ეკონომიკა. პრეზიდენტის თქმით, დღეში რამდენიმე 100 მილიონ დოლარს კარგავს, ხომ ასეა? და მათი ეკონომიკა თავისუფალ ვარდნაშია და მთელი ეს ზეწოლა რეჟიმზე მოდის, ხომ ასეა? და თქვენ მუდმივად აწარმოებთ გამოფიტვის ომს, პასუხობთ მათ ქმედებებს და აქაც ურტყამთ და იქაც ურტყამთ, ხომ ასეა? თქვენ რეალურად იცით, აღჭობთ მათ. და შეიძლება ეს იყოს სტრატეგია, რომელიც რეალურად შეძლებს იმ შედეგის მოტანას, რაზეც ასე დიდხანს საუბრობდით, ანუ რეჟიმის შეცვლას. რადგან ირანში ხალხი იტყვის, ჩვენ არ გვაქვს წყალი, არ გვაქვს ელექტროენერგია, არაფერი გვაქვს. აღარ ხდება თეირანის დაბომბვა, ასე რომ შეგვიძლია გამოვიდეთ ჩვენი სახლებიდან. შეიძლება ეს იყოს საუკეთესო გზა. ამას მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ შეიძლება ეს იყოს საუკეთესო გზა რეჟიმის შესაცვლელად. მართლა, არა. ირანის ხალხი ამას ხედავს. მათ თქვეს ვაშა ბოლოს და ბოლოს ვაშინგტონში პრეზიდენტია, რომელიც რაღაცას გააკეთებს ამ ბოროტი რეჟიმის წინააღმდეგ. და მან თქვა, დახმარება გზაშია. და რა თქმა უნდა, მას სამის შემდეგ კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდა, რომ ეხო დაეწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა. და ეხო რასაც ისინი ხედავენ, ის უკან იხევს. და როგორ იხევს უკან? ამბობს, ჩვენ გვინდა შეთანხმება. ის საკუთარ ნათქვამს უკან მიაქვს. სხვათა შორის, ვინც ამბობს, რომ ის გაბრაზებულია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე და ეუბნება მას, ნუ შეუტევ ბეირუთს, ნუ გააკეთებ ამას და ნუ გააკეთებ იმას. ან კი შეგიძლია პასუხი გასცე, მაგრამ მხოლოდ ცოტათი. ის ამას საკუთარ თავსაც ეუბნება, რადგან ის შეპყრობილია იმით, რომ გააფორმოს შეთანხმება ისლამურ რესპუბლიკასთან, რაც შეუძლებელია. და ისიც, თუ ვინმე აპირებს დათმობაზე წასვლას, ეს ამერიკაა. ირანის ხალხი ამას ხედავს და ძალიან იმედგაცრუებულია. ასევეა სპარსეთის ყურის ქვეყნები. ეს ძალიან შემაშფოთებელია. თუ ეს ყველაფერი ტაქტიკაა, რომ რეჟიმი მოატყუონ და სინამდვილეში ის და ისრაელი, ანუ შეერთებული შტატები და ისრაელი დიდ ბოლო ნაბიჯს გეგმავენ, რეჟიმის დამხობის გარდა მათი ყველა შესაძლებლობის განადგურება და გამდიდრებული ურანის იქიდან გატანა. ვიდრე ხელი მოაწერო უაზრო ქაღალდს, რომელსაც არანაირი ღირებულება არ აქვს, ეს თუ სხვა საკითხია. და თუ ეს მართლაც მოხდება, ვაღიარებ, რომ შევცდი, კარგი? ამიტომ პრეზიდენტ ტრამპის დასაცავად შემდეგს ვიტყვი. მტერს არ აძლევ უფლებას, რომ შენი პოლიტიკა განსაზღვროს. შენ გაქვს შენი პოლიტიკა. და არის ცნობილი ისტორია და ვიცი, რომ კასტრო ირანის ლიდერობა არ არის და ვიცი, რომ ისლამური ექსტრემიზმი იგივე არ არის, რაც კომუნიზმი. მაგრამ არის ცნობილი ისტორია კუბის სარაკეტო კრიზისის დროს, როცა ამერიკელი პილოტი კუბის ანტისაჰაერო რაკეტამ ჩამოაგდო. და კენედიმ თქვა, კარგი, ჩვენ უბრალოდ თვალს დახვიჭავთ ამაზე, რადგან უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი. და ეს არის სამწუხარო სიმართლე. და რომ კენედის რეაგირება მოეხდინა, შეიძლება ეს ესკალაციას და ბირთვულ ომს გამოეწვია ზე სახელმწიფოებს შორის, ვინ იცის. ყველაფერი, რასაც ვამბობ, ისაა, რომ ვფიქრობ, ტრამპი მართალია, თუ ტრამპის ამჟამინდელი პოლიტიკა ასეთია. შეინარჩუნე წნეხი, გამოფიტვის ტაქტიკით. დრო და დრო დაარტყიმათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცუდ რაღაცებს აკეთებენ. დიახ, მაგრამ შეინარჩუნე ეკონომიკური ზეწოლა და მათი ქვეყნის, მათი პორტების და ასე შემდეგ იზოლაცია. მართლა უნდა მისცეს ირანელებს უფლება განსაზღვრონ, როდის ვამწვავებ სიტუაციას და როდის არა. რა თქმა უნდა არა, ეს არის ჩემი აზრი. როცა ვამბობთ ამოფრქვევის ომი, იცი, ეს არ მომწონს. ამოფრქვევის ომი ჩვეულებრივისაა, რასაც მტერი გიკეთებს.
ის მუდმივად გცდის, გირტყამს და ამბობს, ეხო ნახოთ რა სიზამ. ეს არ უნდა იყოს ამოფრქვევის ომი. და არც იყო, თავიდან ასე არ დაწყებულა. და კი, ეს შესანიშნავია. ირანზე ემბარგო ეს ბრწყინვალე ნაბიჯია. და არ მაინტერესებს ამას ამერიკული რაკეტებით გააკეთებ, ბიორი ბომბდამშენებით თუ მხოლოდ ეკონომიკურად დაახჭობ მათ. არა აუცილებელი რომ ომი თავად მჭირდებოდეს, მაგრამ რასაც ვხედავთ ისაა რომ ეკონომიკური ზეწოლა საკმარისი არ არის და რატო არ არის საკმარისი? და ეს მართლაც უკავშირდება ისლამისტურ აზროვნებას. ჩვენ მოვკლავთ ჩვენს ხალხს. ჩვენთვის სულ ერთია ყველა შიმშილით მოკდეს. ჩვენ უნდა იცით მე-12 იმამი და ჩვენ იცით ალლაჰი მოგცემს ყველაფერს ან როგორც არ უნდა იყოს და ჩვენ დავიფხრობთ ახლო აღმოსავლეთს და მთელ მსოფლიოს. ეს არის აზროვნების ფორმა, რომელსაც ამერიკელები ვერასდროს გაიგებენ. კარგი. მაგრამ რასაც ვამბობ ისაა, რომ ნებისმიერი ზეწოლა ისლამურ რესპუბლიკაზე კარგია. ჩემი აზრი ისაა, რომ მათ ასე უბრალოდ არ უნდა მივცეთ უფლება და მოიცადეთ, უნდა მოკვდეს ამერიკელი. მან თქვა, თუ ამერიკელი მოკვდება, ეს იქნება ბოდიში. ნებისმიერ თუნდაც სამართლებრივ სისტემაში, თუ თავში გესვრი და გადარჩები, კომაში ჩავარდები და გადარჩები. ეს იყო ესე, ეს არ არის, სასჯელი უნდა იყოს ისეთივე, თითქოს მე მოკკალი. ომშიც ასეა. და ნება მომეცით რაღაცა გითხრათ. როცა და ისრაელიც იგივეს აკეთებს, სხვათა შორის ლიბანთან დაკავშირებით, ჩვენ თქვით, აღარ ვიქნებით კეთილები. კარგი, ამიერიდან ნებისმიერი რაკეტა ან ჭურვი, იცით, შეიძლება იყოს დრონი, რაკეტა, რაც არ უნდა იყოს. თუ ჰეზბოლადან ისრაელის ტერიტორიაზე მოხდება, ჩვენ ძლიერად დავარტყამთ ბეირუთს, კარგი. ხო, რამდენიმე რაკეტა და დრონი გაუშვეს, მაგრამ წარმოიდგინეთ რა მოხდა. ჩვენ ისინი ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდნამდე გადავიჭერთ. ამიტომ ეს არ ითვლება, ეს საშინელებაა, ბოდიში, ასე არ უნდა მოიქცე, რადგან მტერი ამას ხედავს. მტერი ამას ხედავს და იცის. და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველა დასუსტებულია, იცი ეს საშინელება. აშშ-მა და ისრაელმა ძალირელმა ძალიან ბევრი რამ შეძლეს, ყველა მიმართულებით. და შემდეგ უბრალოდ თქვათ, კარგი, მოდი, გავჩერდეთ, ეხლა ხვდებით, რომ ნეთანიაჰუს რაც შეიძლება მეტად უწევს ვაშინგტონისთვის ანგარიშის გაწევა, მაგრამ აქ ჩემი აზრი ის არ არის, რომ ტრამპი ნეთანიაჰუს ეწინააღმდეგება. ის საკუთარ იდეებს ეწინააღმდეგება ბირთვულ საკითხზე და იმაზე, რომ მათ არ უნდა ქონდეთ ბირთვული იარაღი. და ეხლა ამის გამო, მოდით უბრალოდ გადავხედოთ ერთ შემაშფოთებელ კითხვას. შეიძლება მანამდე თქვა რამე. მინდა გიპასუხოთ, რადგან თქვით და შემდეგ გადავიდეთ იმაზე, რაზეც გსურთ საუბარი. უბრალოდ პირდაპირ მინდოდა პასუხი თქვენს ნათქვამზე. და ვფიქრობ, ფაქტობრივ შეცდომა დაუშვით, რადგან მე არ მისწავლია იურიდიული ფაკულტეტი. არც თქვენ გისწავლიათ მგონი, თუმცა ორივეს ვყავს იურისტები ოჯახში, დიახ, მაგრამ მე შემდეგს ვიტყოდი. მკვლელობის მცდელობა მას არ აქვს იგივე სასჯელი, რაც თავად მკვლელობას. ზოგჯერ კი აქვს. ანოში განსხვავება მკვლელობის მცდელობასა და მკვლელობას შორის. და მე ვიტყოდი, მახსოვს, როცა რკინის გუმბათზე მომუშავე ხალხი ამბობდა, რომ ეს არ წყვეტს ისრაელის ყველა პრობლემას. ის მხოლოდ რამდენიმე ისრაელის სიცოცხლეს იცავს. და მახსოვს რკინის გუმბათის სისტემა, რომელიც ანადგურებს რაკეტებს, როცა ტერორისტები ჰები, ჰამასი ან ჰეზბოლა ჩვენზე რაკეტებს ისვრიან, ხომ ასეა? ჩვენგან ზოგიერთებისთვის ვიცი, თქვენ იცოდით, მაგრამ მაყურებლებისთვის და მსმენელებისთვის, ვინც შეიძლება არ იცის, ისრაელის შესაძლებლობა ჩამოაგდოს შემოსული რაკეტები, ხომ ასეა? ომს ვერ მოიგებ, მაგრამ შენს ხალხს იცავ. მაგრამ ამას კიდევ სხვა რამეთ შეუძლია. ეს მთავრობას აძლევს შესაძლებლობას, რომ მეტი ისარი კონდეს კაპარჩი. თქვენ ამას რას ეძახით? კაპარჭი. კაპარჩი. დიდი მადლობა. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, თუ შენზე რაკეტებს ისვრიან და შენს ხელთ არ გაქვს არაკეტო თავდაცვა, მაშინ იძულებული ხარ სახმელეთო ძალები გაგზავნო. იმ წამსვე როცა რკინის გუმბათი მაქვს, შემიძლია ვიფიქრო, როგორ უმჯობესია მოვიქცე ამ საფრთხის მიმართ რა პირობებით, როდის არის ჩემთვის საუკეთესო დრო დარტყმისთვის. ეს უფრო მეტ მოქნილობას მაძლევს ჩემს პასუხში. და უფიქრობ, აქაც იგივეა, ხომ ასეა? შენ ამბობ, თუ ისინი რაკეტას ისვრიან და არავინ მოუკლავთ. პირველ რიგში ეს არის მკვლელობის მცდელობა და არა თვითონ მკვლელობა. ასე რომ განსხვავება. და თუ ისინი რაკეტას ისვრიან და ცდილობენ შენი მოკლას, ხოლო შენ ჩამოგაგდებ რაკეტას, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი კარგები არიან, მაგრამ ნიშნავს, რომ შენ გაქვს შესაძლებლობა თავად გადაწყვიტო, როდის და როგორ უპასუხო მათ ისე, როგორც შენთვისაა საუკეთესო. და მოდი გავიხსენოთ, როცა ეს ოპერაცია დაიწყო, რა იყო ეს? თებერვლის 58 რიცხვში არა, თებერვლის 28 რიცხვში ბოდიში. მათ ყველა გააოცეს, მათ შორის ირანელებიც. თუმცა გახსოვთ, თებერვლის 28-მდე, რამდენიმე კვირით ადრე, ჩვენ ისევ და ისევ საუბრობდით.
გააკეთებდა ამას? არ გააკეთებდა. როცა გააკეთა, ეს დიდი სიურპრიზი იყო. ამიტომ იდეა, რომ შეგიძლია იმოქმედო მაშინ, როცა შენთვის კარგია, როცა შენთვის მოსახერხებელია, როცა ეს ყველაზე ცუდი დროა შენი მტრისთვის, ნამდვილად ღირს დაფიქრება ამაზე. რა თქმა უნდა. და თუ ეს არის ის, რაც ეხლა ხდება, როგორც თქვი, ვაღიარებ, რომ შევცდი, ენას მოვიკვნეთ, ბოდიშს მოვიხდი, კარგი. მეშინია, რომ ეს არ ხდება. ამ წყეული გარიგებაზე აკვიატების გამო. ეხლა მოდი ერთი წუთით მოусმინოთ JD Vance, რომელიც Jesse Waters ესაუბრება Fox News-ზე. ისრაელსა და შეერთებულ შტატებს ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, მაგრამ ასევე არის შემთხვევები, როცა ჩვენი ინტერესები განსხვავდება. და ვფიქრობ, პრეზიდენტი ძალიან ნათელი იყო ამ საკითხში. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს გარკვეული მიზნები აქვს, შეერთებული შტატების მთავარი მიზანი ირანში არის ის, რომ ირანს არ კონდეს ბირთვული იარაღი. და რეალურად იმის წყალობით, რაც ბოლო რამდენიმე თვეში მოხდა, მაგრამ უფრო სწორად ბოლო 1 წლისა და ნახევრის განმავლობაში, ჩვენ შევქმნით საჭირო სივრცე, სადაც პრეზიდენტი თვლის და ვფიქრობ ის მართალია, რომ შეგვიძლია მივახციოთ ირანის ბირთვულ შეთანხმებას გრძელვადიან პერსპექტივაში. ეხლა შეიძლება ისრაელს ეს მოეწონოს. შეიძლება ეს არ მოეწონოთ, მაგრამ ფუნდამენტურად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეერთებული შტატების ინტერესებშია. კარგი, ესე რომ სანამ სიტყვას გადმოგცემთ, ნება მომეცით თქვა, როგორ გაბედა ამის თქმა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იდენტური ინტერესები, მაგრამ ისრაელის უმაღლესი ინტერესია, რომ ირანს არ კონდეს ბირთვული იარაღი. რადგან გამოიცანით, რომელი ქვეყანა დაინგრევა ირანის ბირთვული იარაღით პირველ რიგში? სიკვდილი ისრაელს და სიკვდილი ამერიკას. ჩვენ ვიქნებით მათი ბირთვული იარაღის პირველი სამიზნე. კარგი, აბა როგორ ბედავს ის თქვას, რომ ისრაელს შეიძლება ეს არ მოეწონოს. შეიძლება მოეწონოს კიდეც, მაგრამ ჩვენი ინტერესია, რომ მათ არ კონდეთ ბირთვული იარაღი. ასე რომ, პირველ რიგში, ხო, კარგი. მეორე, ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ კარგ გრძელვადიან შეთანხმებას. სისულელეა. და ნება მომეცით გითხრათ რაღაც. JD Vance ამაშია. ის ადმინისტრაციის იმ ფრთის წევრია, რომელიც ისრაელის მხარეს არ დგას. ისინი იზოლაციონისტური ფრთა. და იცით უნდა ვთქვა, რომ მისი ტონიც კი, მისი ტონი ისრაელის მიმართ ძალიან მიუღებელია. და რას ნიშნავს, რომ ისრაელს შეიძლება მოეწონოს ან არ მოეწონოს. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ კონდეთ ბირთვული იარაღი. და ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც გაფორმდება იმ საზიზღარ ბოროტ მულებთან და რევოლუციურ გვარდიასთან, არ შეიძლება იყოს კარგი. მას მეუპასუხებ და პირველ რიგში მე ვიცი, რომ თუ ადმინისტრაციაში განხეთქილებებზე ვსაუბრობთ, აქ არიან უფრო ინტერნაციონალისტები და ადამიანები, რომლებიც ჩართულობას ამჯობინებენ და ასევე ისინი, ვინც უფრო იზოლაციონისტურ ტრადიციას მისდევენ. და ისინი ამერიკის უცხოურ ომებში ჩართვას არ ამჯობინებენ, რაც მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ასე შემდეგ. და იცით, რუბიო შეიძლება ერთ მხარეს წარმოადგენდეს, ვანსი კი მეორე მხარეს. და პრეზიდენტმა იცით, ჯერჯერობით აჩვენა, რომ უფრო რუბიოს მხარესაა. მაგრამ ვფიქრობ, ბევრი ისრაელელი, მათ შორის შესაძლოა რუთი ბლუმიც, ფიქრობს, რომ მას აქვს პოტენციალი სხვა მიმართულებითაც წავიდეს. და ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრი ისრაელელი, იცით, როცა ვანსი საუბრობდა, ამბობდა, აი ეს ხმა ისმისო. მაგრამ მინდა შევხედო იმას, რაც მან თქვა. და ვფიქრობ, რომ ისრაელის ლიდერებს მართლაც გამოუყენებიათ მსგავსი სიტყვები. როცა ამბობთ, ხომასია, რომ ჩვენ დიდი მეგობრები ვართ, მოკავშირეები ვართ და ერთად ვიბრძვით, მაგრამ ზუსტად ერთი და იგივე ინტერესები არ გვაქვს. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნები ვართ. და პრეზიდენტ ტრამპის საქმეა, რომ ამერიკის ინტერესებზე იზრუნოს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუს საქმეა, რომ ისრაელის ინტერესებზე იზრუნოს. ეს სიმართლეა. შეიძლება სხვანაირადაც ეთქვა, უფრო ლამაზად, მაგრამ ეს მაინც სიმართლეა, რომელიც უნდა მივიღოთ. მეორეც მან თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბირთვული საკითხია. კარგი. და სიმართლე ისაა, რომ მან თქვა, ისრაელს შეიძლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ისრაელს ეს მოსწონს. ისრაელი ნამდვილად ფიქრობს, რომ ბირთვული საკითხი უნდა იყოს პრიორიტეტული. მართალია, ჩვენ გსურს ირანის ბალისტიკური რაკეტების საკითხიც გადავჯრათ. მართალია, ჩვენ გსურს გადავჯრათ ჰამასისა და ჰეზბოლას პროქსების პრობლემა, რომლებიც ირანის მიერ არიან შეიარაღებული, დაფინანსებული და მხარდაჭერილი. დიახ. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს. ჰამასი, ჰუთები, ჰეზბოლა, ყველა იქიდან უნდა გავიდეს, ხომასია? ჩვენ ასევე გვინდა რეჟიმის შეცვლაც ვიხილოთ. ეს ყველაფერი გსურს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ისრაელი ძირითადად ეთანხმება ვენსის მიერ გამოთქმულ პოზიციას, რომ ბირთვული საკითხი უნდა იყოს პრიორიტეტული. და ყველაზე მნიშვნელოვანია მივიღოთ კარგი შედეგი არა უბრალოდ ობამასთვის, არამედ რეალუალური შეთანხმება, რომელიც ამ რეჟიმს ბირთვულ იარაღს ნამდვილად წაართმევს. ეხლა ვიცი, რომ მიხიმი, რადგან არ გჯერა, რომ ეს ომეს შესაძლებელია, მაგრამ მე მხოლოდ ერთ რამეს ვიტყოდი. ვფიქრობ, არაფერში არ შეიძლება იყო 100% დარწმუნებული.
მაგრამ ვფიქრობ, ძალიან დიდი შანსია, რომ ტრამპი ბოლომდე იდგება და მხოლოდ მაშინ დათანხმდება გარიგებას, თუ ეს მის პირობებზე იქნება. და რატო ამბობ ამას? სამი მიზეზი. ტრამპს არ უნდა რომ მას სუსტი ადამიანი უწოდონ, ხო ასეა? ტრამპს არ უნდა რომ მას სუსტ კაცად ავიქვან და რაც მთავარია, ტრამპს არ უნდა რომ ობამა დავიქვან. თუ ეს არის მისი სამი მოსაზრება, ხო ასეა? როგორ შეიძლება დათანხმდეს ცუდ შეთანხმებას ბირთვულ საკითხზე? კარგი, პირველ რიგში მე ეს ვთქვი. ვთქვი, რა თქმა უნდა, ისრაელის პირველი პრიორიტეტი ბირთვული საკითხია, ამიტომაც ვთქვი, რომ მას ასე თქმის დიდი თავხედობა ყოფნის, ეს ჩვენი პრიორიტეტია. მეორეც, დიახ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები, მაგრამ კიდევ ერთხელ, აქ მეორე ხარისხოვანი ვართ, რადგან ამერიკა უდიდესი ზესახამწიფოა და ამას ვაღიარებთ და ეს სიმართლეა. მესამე, ნებამომეცით რალაც თქვა, კარგი გარიგება არ არსებობს. არც ერთი კარგი გარიგება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ გამარჯვება. თუ გვინდა რომ ის ბირთვული იარაღი მივიღოთ, მოусმინეთ. პირველ რიგში თვითონ ტრამპმა თავიდანვე თქვა რა იყო მისი მიზნები. მან არასდროს უთქვამს რეჟიმის შეცვლა. ეს ირანის ხალხის გადასაწყვეტი იყო. მაგრამ როცა მან თქვა, რომ დახმარება გზაში იყო, იგულისხმა, რომ ის ამას ხელს შეუწყობდა. როგორ? რეჟიმის დამარცხებით, არა რეჟიმის შეცვლით. ეს მათ უნდა გაეკეთებინათ. მაგრამ როგორ დაამარცხებ რეჟიმს? მას ართმევ ბირთვული იარაღს, ართმევ რაკეტებს, ართმევ მის პროქსებს, ართმევ ყველაფერს, რაც მას აქვს და სხვათა შორის არ აძლევს საშუალებას, რომ ჰორმუზის სრუტე მძევლად აიყვანოს. კარგი. ეხლა, როცა გამარჯვების გზაზე ხარ და დონალდ ტრამპმა არაერთხელ თქვა, 2 კვირაში შეგვიძლია ისინი დავამთავროთ. ასე რომ გააკეთე ეს, არ გვითხრა ეს ყველაფერი, მართალია, შენი ბიორი ბომბდამშენები შესანიშნავია. ეხლა რატო ჩერდები და ამბობ, არა, ბოდიში, ჩვენ იმ ხალხთან არ ვილაპარაკებთ. ჩვენ მათთან მოლაპარაკებას ვაპირებთ. ჩვენ გავგზავნით, ის თავის ორ სიძეს გააგზავნის, რაც არ უნდა იყოს. გულისხმობ ჯარედ კუშნერს, ასევე ტომ ბარაქსაც, სირიასა და თურქეთთან დაკავშირებულ საკითხებზე. კარგი. მაგრამ შენ აგზავნი და Witkoffs და JD Vance-საც. ისინი ამბობენ, მოდი ვილაპარაკოთ. ნებისმიერ წუთში ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს. ასე რომ პირველ რიგში ეს სისულელეა. მეორეც, როცა ამას ამბობ, ირანის რეჟიმს უბრალოდ ეუბნები, კარგი, გააგრძელეთ თქვენი შეურიგებლობა. ისინი არაფერს გააკეთებენ და განაგრძობენ რაკეტების გაშვებას სპარსეთის ყურეში, რადგან არაფერს აპირებენ. და ნებამომეცით გითხრათ, შეწყვიტეთ იმის თქმა, რომ თუ ის სუდ შეთანხმებას არ მოაწერს ხელს, სხვა შეთანხმება არ არსებობს, რომელსაც მათთან გააფორმებთ, მათ უნდა დანებდნენ. და ეს თავად ტრამპმა თქვა, სრული დანებება. ის ამას ყოველთვის ამბობდა. და ეხლა ვიცი, ბენზინის ფასები გაიზარდა და ესე შემდეგ. ეს ყველაფერი გვესმის. დიახ, 4 ივლისის აღნიშნა, ესენც გვესმის, მაგრამ მან თავადვე დაარღვია საკუთარი მიზნები ამ ომში. და ეს არ არის ის საკითხი, მოსწონს ეს ისრაელს თუ არა. და ნებამომეცით კიდევ ერთი რამ უთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში მიტევენ თავს. მე ვსაუბრობ დაგერ კარლსონის ფრთაზე, რესპუბლიკური პარტიიდან, რადგან თავად რესპუბლიკელი ვარ. ანუ მე როგორც ამერიკელი, ასევე ისრაელიც ვარ. და ისინი მეუბნებიან, ჩვენ ამერიკა პირველ რიგში ვართ. არ გვინდა ჩვენი ჯარისკაცები თქვენთვის დაიღუპონ. არა, ჩვენ არ გვინდა. პირველ რიგში არავინ სთხოვს ამერიკელ ჯარისკაცებს ისრაელისთვის ვის დაიღუპონ. ამერიკა პირველ რიგში ნიშნავს, რომ უნდა იყო ყველაზე ძლიერი ზესახამწიფო მსოფლიოში და უზრუნველყო, რომ შენმა მტრებმა ეს იცოდნენ. ისრაელისთვის კი ისრაელები მზად არიან ამ ბრძოლებში დაიღუპონ. არავინ აგზავნის სხვას. სხვათა შორის მინდა ერთი ბოლო რამ თქვა. გვაქვს ესეთი ფრაზა, რომელსაც ვიყენებთ, ბევრი ადამიანი იყენებს მას და მგონია, რომ ისინი ვერ იგებენ, რას ამბობენ. ჩვენ არ გვინდა ჩვენი ჯარისკაცები გავაგზავნოთ, რომ რაღაცისთვის დაიღუპონ. არა, ჩვენ ჯარისკაცებს ვაგზავნით, რომ მოკლან. არა, რომ დაიღუპონ. ჯარისკაცები ამისთვის არიან, რომ მოკლან, არა, რომ დაიღუპონ. ისრაელელებიც და კიდევ ერთხელ, როგორც ჯარისკაცების დედას და საერთოდ მე მაქვს სრული უფლება ეს თქვა. ეს არ არის საკითხი იმისა, რომ ჩემ შვილს ვაგზავნი, რომ დაიღუპოს. არა, იდეა ისაა, რომ დაამარცხო ბოროტი მტრები. და ეს ამერიკის ინტერესებშია და ამერიკა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს სწორედ ამას. და თუ ამ პატარა მულებს ყველაფრის უფლებას მისცემ, მაშინ როგორ გამოდის ამერიკა უპირველეს ყოვლისა?
ეხლა მინდა უპასუხო JD Vance Stones, რომელიც როგორც თქვენ თქვით და როგორც მე სწორად თქვი ადრე, ცოტა შეურაცხყოფელი, არა? როცა ის ამბობს, ჩვენ ბირთვულ საკითხს ვანიჭებთ უპირატესობას და ისრაელელებს შეუძლიათ. იცით, ან მიიღონეს, ან არ მიიღონ, ან საერთოდ თავი დაანებონ, ხომ ასეა? და სიმართლე ისაა, რომ თვითონ ტრამპსაც გამოუყენებია ესეთი ტონი ნეთანიაჰუსთან ერთ-ერთ შემთხვევაში. როცა თქვა, იცით, ბიბის მოუწევს გააკეთოს ის, რასაც ვეთქვი, ან მე ვეთქვი, რას გააკეთებს და მას მოუწევს დაეთანხმოს, ხომ ასეა? და ისრაელელებისთვის სასიამოვნო არ არის, როცა ესმით, რომ ამერიკელები ასე ზემოდან გელაპარაკებიან, ხო ასეა? და ვცდილობ ვიფიქრო, რატო აკეთებენ ამას, ხო ესეა? მართლა აკეთებენ ამას. ტრამპი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ასეთი ხასიათი აქვს. შეიძლება ესე ყველას ელაპარაკება. მაშა სადამე, ჩვენც ასე. არ უნდა მივიღო ეს პირადად. ვანსი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ის არ უჭერს მხარს ისრაელისა და აშშ-ს ალიანსს. კარგი, შესაძლებელია კი. არ ვიცი მართალია თუ არა, მაგრამ შეიძლება. მაგრამ ვფიქრობ ეს ისა, რაც ადრე თქვი. ვფიქრობ ისინი იყენებენ ამ კაცრენას. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვიღებთ პასუხისგებლობას. ზუსტად ამ პატარა ხმაურიანი ჯგუფის გამო მაგას ბანაკში, რომელიც ამბობს. იცი, ნეთანიაჰუმ ამერიკა ამ ომში ჩართო და ისინი ისრაელისთვის იბრძვიან. და ეს სინამდვილეში ამერიკის ინტერესებში არ შედის, ხომ ასეა? ამიტომ ვფიქრობ, როცა ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვართ უფროსები, ჩვენ მართავთ ყველაფერს, ისრაელმა უნდა შეეგუოს ამას ან მოეწონოს. ეს მათთვის თავდაცვითი გზაა იმის სათქმელად, რომ გადაწყვეტილებებს ისრაელი არ იღებს. ჩვენ ვიღებთ. და მოდი ნათლად ვთქვათ, ისრაელი და შეერთებული შტატები პარტნიორები არიან, ხომ ასეა? ჩვენ მოკავშირეები ვართ. მაგრამ როგორც თქვენ თქვით სხვა სიტყვებით, ისინი უფროსი პარტნიორი არიან, ხო ასეა? ჩვენ რეგიონული ძალა ვართ. ჩვენ ვართ გამორჩეული რეგიონული ძალა, მაგრამ ისინი სუპერძალა არიან. და ეს მათ განსაკუთრებულ სტატუსს აძლევს. და, რა თქმა უნდა, ისრაელი ყოველთვის მაქსიმალურად გაითვალისწინებს ამერიკის ინტერესებს. მაგრამ ეს ინტერესები, როგორც უკვე ვთქვით, ყოველთვის არ ეჯახება ერთმანეთს. ეხლა რაც შეეხება ამ შეთანხმებას, ხო ასეა? და აქ თქვენ ძალიან თანმიმდევრული იყავით და მე თქვენთან უთანხმებაში ასევე ძალიან თანმიმდევრული ვიყავი. დიახ, იმიტომ რომ მე მგონია ზუსტად ვიცი, ვისთანაც გვაქვს საქმე. არანაირი ილუზია არ მაქვს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დაკავშირებით. არანაირი ილუზია არ მაქვს რევოლუციურ გვარდიასთან დაკავშირებით. არანაირი ილუზია არ მაქვს აიათოლებთან დაკავშირებით. ვიცი რომ მათ სურთ ისრაელი განადგურდეს, ხომ ასეა? თუ მათ შეეძლებოდათ ჯადოსნური ღილაკის დაჭერა და ისრაელი უზარმაზარ სოკოსებრ ღრუბლად აფეთქდებოდა, ისინი იქნებოდნენ ყველაზე ბედნიერი ადამიანები პლანეტაზე. არანაირი ილუზია არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, ვისთანაც გვაქვს საქმე. მაგრამ რეალ პოლიტიკის ფარგლებში, ხომ ასეა? თუ შეძლებ შენი ეკონომიკური ძალით, ამ ბლოკადის საშუალებით, სამხედრო ძალით, იმ დარტყმებით, რასაც ვახორციელებთ, რეჟიმის სისუსტეების გამოყენებით, თუ შეძლებ შეთანხმების მიღწევას, რომელიც იმას გააკეთებს, რასაც ნეთანიაჰუ ამბობს, რომ უნდა გააკეთოს, რაც ნიშნავს, რომ მთელი მაღალგამდიდრებული ურანი ფიზიკურად გაიტანება ირანიდან. და ურანის შემდგომი გამდიდრების შესაძლებლობა, ეს შესაძლებლობა ფიზიკურად იშლება. ვფიქრობ, თუ ამ ორ ელემენტს მიიღებთ ბირთვულ შეთანხმებაში ირანთან, ეს ორივე რამ სრულიად აკლდა ობამას შეთანხმებას, დიახ. თუ ამას მიიღებთ, ჩემი აზრით. ეს კარგი შეთანხმება. ეხლა, რა თქმა უნდა, მე მინდა რეჟიმის შეცვლა. რა თქმა უნდა, სხვა რაღაცებიც მინდა, მაგრამ არასოდეს უნდა დაველოდოთ სრულყოფილს. კარგის გზაზე არ უნდა დავდგეთ. და კიდევ ერთ-ერთი ბოლო საკითხი, ხო ესეა? ირანთან ბირთვული შეთანხმების საკითხზე. Ruthie Bloom შეგიძლია გქონდეს შენი აზრი, მაგრამ აშკარაა, რომ მე ვფიქრობ, როდესაც ტრამპი ისევ და ისევ ამბობს, რომ მას უნდა ეს შეთანხმება თავის პირობებზე, ადრე გამოიყენა სიტყვა დანებება, მაგრამ მათ უნდა დაეთანხმონ ისეთ პირობებს, რაზეც აქამდე არასდროს დათანხმებულან. თუ ტრამპი ამ გზას დაადგება და არ წავა კომპრომისზე იმაზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, და ეს არის ის ორი რამ, რაზეც ადრე ვილაპარაკე, ამას მე მარკ რეგევი მხარს დაუჭერ. ერთ რამეს გარდა. შეგიძლიათ თქვათ, შეთანხმება დანებებას ნაცვლად. თუ ისინი დანებდებიან, ამას ვამბობ. ჩვენ უნდა მივიღოთ, ჩვენ, კარგი თქვათ, პრეზიდენტი ტრამპი და ის ამას გულისხმობს, რომ მივიღოთ ბირთვული მასალა და შევაჩეროთ ირანი. და მათ შორის გამდიდრებული ურანი, რომელიც მხოლოდ 20%-ით არის გამდიდრებული, ადვილად შეიძლება აიწიოს ბომბის დონემდე. ხო. შედი და წაიღე. რას ნიშნავს შეთანხმება? მათ უნდა დაეთანხმონ. არა, უნდა დაამარცხო ისინი, უნდა უკარნახო მათ, უნდა შეხვიდე. ეხლა ამერიკელები, რომლებიც არ სურთ ჯარისკაცების გაგზავნა იქ, რომ შევიდნენ და თავის საფრთხეში ჩაიგდონ, შემიძლია გითხრათ, რომ ისრაელი მზად იქნებოდა ჯარისკაცები გაგზავნოს ამის გასაკეთებლად. ამერიკის სახელით, ორივე ქვეყნის სახელით, დასავლური სამყაროსა და რეგიონის სახელით, არა მხოლოდ ისრაელის სახელით. და სწორედ ამიტომ აბრაზებს ყოველთვის, როცა ეს გროიპერები იწყებენ ჩემს დადანაშაულებას იმაში, რომ თითქოს მინდა ამერიკელი ჯარისკაცების მოკლა, კარგი? არა.
და მე ვამბობ, როცა ამბობთ, რომ ეს კარგი გარიგება იქნებოდა, რატო დებთ გარიგებას ადამიანებთან, რომლებსაც ამარცხებთ? მათ უნდა დანებდნენ, თეთრი დროშა ასწიონ. და თუ არ გააკეთებენ ამას, უნდა უთხრა პირველ რიგში, როგორც ტრამპმა თქვა, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. რა თქმა უნდა, ის ბევრად ძლიერია. ჩვენ შეგვიძლია ირანი 2 კვირაში გავანადგუროთ. ან იგივე ამბობდა ისრაელი ღაზას შესახებ. კარგი, შეგვიძლია, მაშინ გააკეთეთ. არ გულისხმობ ირანის მთლიანად განადგურებას. მე გულისხმობდი, რომ უნდა შეხვიდეთ და პირობები უნდა უკარნახოთ. და ერთ-ერთი გზა ამისთვის არის ის, რომ ნახეთ, ჩვენ დაუბომბეთ ის ობიექტები, ხო ასეა? მან თქვა, ნახეთ, დიდი, ლამაზი, ეს ბევრი ბომბდამშენები და ჩვენ მართლაც დაუბომბეთ. ყველაფერი ნანგრევებად ვაქციეთ. კარგი, ახლა წადით და ამოიღეთ ეს ნანგრევები. თუ ირანელები ამას თქვენთან ერთად არ აკეთებენ, თუ არ მიყვარს მათ ირანელებად მოხსენება, ირანის ხალხი განსხვავდება მათი რეჟიმისგან. კარგი. თუ იქ ისლამისტები არ გეხმარებიან ამის გაკეთებაში, მაშინ თქვენ შედიხართ, აიძულებთ მათ, ან თავად აკეთებთ, ან აიძულებთ მათ თქვენთან ერთად გააკეთონ, ანაც შორს აკავებთ, სანამ ამას აკეთებთ. და თუ ეს ძალიან საშიშია, თუ მასალა ძალიან საშიშია, არ ვიცი. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, არა, იმ ობიექტებში უსაფრთხოა, ვინ იცის. კარგი. თავარია წადი და აიღე. ნუ ელოდები, არა 10 წელში და ეხლა უცებ ისევ საუბრობენ ვადებზე, როგორც ობამა. მართალი ხარ, მას არ უნდა ობამა იყოს, მაგრამ ვაღიაროთ პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ნახეთ, შეუძლია რაღაც თქვას და თან საკუთარ თავს სხვა რამეც დააჯეროს. ეს ბევრჯერ გვინახავს მასთან. და ამას ვამბობ, როგორც მისი მხარდამჭერი, არა როგორც მისი მოწინააღმდეგე, კარგი? და რადგან მისი მხარდამჭერი ვარ, სწორედ ამიტომ გონია, რომ აუცილებელია მის მხარდამჭერებს მენწერებს მისცენ მას მესიჯი. მისი მოწინააღმდეგეები არასდროს მოიწონებენ მას, რაც არ უნდა გააკეთოს. კარგი. და ეს ძალიან შემაშფოთებელია. და ვფიქრობ, რომ ზედმეტად დიპლომატიური ხართ, როცა ამბობთ, რომ ასეთ ადამიანებთან შეთანხმება გჭირდებათ. არა, ჰიტლერთან შეთანხმებას არ დებ. შეთანხმებას არ დებ ბოსტონის მახრჩობელასთან და ჯეკ მფათრავთან. მათთან შეთანხმებას არ დებ. მათ ამარცხებ. ისინი კრიმინალები არიან, კარგი, შენ აპატიმრებ მათ და აგზავნი ციხეში. აქ რასაც ვამბობ არის ის, რომ უნდა იმოქმედო, უნდა გამოავლინო შენი ძალა და ძალის გამოვლენა JD1C, იცი, ამერიკა თავის ძალას ავლენს ისრაელზე. ეს მარტივია, ეს პრობლემა არ არის. გამოავლინე შენი ძალა ისლამური რესპუბლიკისა და მისი პროქსების მიმართ. ეს რომ მე სრულად უჭერ მხარს ძალის გამოვლენას, მე მხარს უჭერ სამხედრო და ეკონომიკურ ზეწოლას. ამას ბერკეტი ქვია. მაგრამ ბერკეტის მიზანია ბირთვული საკითხის გადაწყვეტა და ისეთი მდგომარეობის მიღწევა, სადაც ირანს არასოდეს ექნება შესაძლებლობა განავითაროს ბირთვული იარაღი და შეთანხმების მიღწევა, რომელიც ამას უზრუნველყოფს, ასე ვფიქრობ მე. მაგრამ სანამ ირანს დავტოვებთ და სხვა თემაზე გადავიდოდეთ, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ყურადღებით მოусმინე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინტერვიუს NBC-ის გადაცემაში Meet the Press კვირას. და ყველა მამაზე ილაპარაკა, იცით, რომ მან ინტერვიუ დატოვა და ეს გახდა სიახლე. სინამდვილეში ინტერვიუში იყო რაღაც ახალი, რადგან მან უფრო დეტალურად ისაუბრა, ვიდრე აქამდე საჯაროდ უთქვამს. იმაზე, რასაც ის ბირთვულ მტვერს უწოდებს, მაღალგამდიდრებულ ურანზე, რომელიც მიწისქვეშაა, მას შემდეგ რაც იცით, ბევრი ბომბდამშენებმა ობიექტი გაანადგურეს. და მე მგონი ესე თქვა, ხო? მან თქვა, რომ სურს შეთანხმება, whereby ჩვენ შევალთ და ყველაფერს გავიტანთ იქიდან. და შემდეგ მათ კითხეს, ხომ შეიძლება სამხედროებმა გააკეთონ ეს? თუ შეთანხმება არ იქნება, შეიძლება სამხედროები შევიდნენ და ყველაფერი გაიტანონ. და მან ეს შესაძლებლობა არ გამორიცხა. მაგრამ მან უთხრა ინტერვიუერს, უთხრა მას, რომ იცით, ჩვენი ძალიან ბევრი კამერა გვაქვს, ბევრი სატელიტი აკვირდება იმ ადგილს. თუ იქ იქნებოდით და აქ სახასაფირი გექნებოდათ, სადაც თქვენი სახელი წერია, ჩვენ ამას დავინახავდით, ხომ ასეა? და ასე რომ ამჟამინდელი მდგომარეობა, ხომ ასეა, როცა ყველაფერი განადგურებულია და მიწის ქვეშა, ასე ვთქვათ, ხომ ასეა, მათ ვერ მიუწვდებათ ხელი. თუ ისინი ცდიან მასამდე მისვლას, ჩვენ ამას წინასწარ დავინახავთ. თუ ამერიკას შეუძლია ამის დანახვა, ჩემი ვარაუდია, რომ ისრაელსაც შეუძლია ამის დანახვა, ხომ ასეა? და ასე რომ კიდევ ერთხელ ირანზე ზეწოლის შენარჩუნება, ეკონომიკური ზეწოლა, სამხედრო ზეწოლა, დღეს ისინი ვერ შეეხებიან თავიანთ გამდიდრებულ ურანს, რადგან ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყველაფერს. ვიტყოდი, რომ ირანს პრობლემა აქვს და მათი პრობლემა მხოლოდ გაიზრდება. და არ არსებობს მიზეზი, რომ ჩვენ რაღაცები გავაკეთოთ. ვიგრძნოთ, რომ უნდა დავაძალოთ. ვფიქრობ, აქ ვითარება ისრაელისა და ამერიკის სასარგებლოდ ვითარდება. როგორც ჩანს, უბრალოდ მოთმინება გვჭირდება და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ.
და ვფიქრობ ტრამპს ეს ესმის, რადგან ტრამპი თუ, იცი, ყველა შენი კოშმარი არ ახდა და ტრამპმა ობამას მსგავსი ორმხრივი შეთანხმება არ გააკეთა. უბრალოდ არ ვამბობ, რომ ეს შეუძლებელია. ვფიქრობ ძალიან დაბალი ალბათობაა. ვფიქრობ, იმ მიზეზების გამო რაც ადრე ვთქვი, ის ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს. დაიცდის. შეიძლება ნოემბრის შემდეგ დაელოდოს. დიდი დროა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვეა. რა არის ეს? იცი, ამ პრობლემის გადასაჭრელად რაც არ უნდა გააკეთოს, თუ ბოლომდე გაუძლებს, ზეწოლა შეინარჩუნებს. მართლა არ. და მან რაღაც ისეთი თქვა, რაც მომეწონა, ხომ ასეა? ირანელებს ფინანსური სახსრების გათავისუფლება სურდათ. იცი, მათ აქვთ ეს აქტივები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია გაყინული, მათ შორის სპარსეთის ყურეშიც. და მათ ყვეს, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში, ეხლა რაც არის, იცი, უბრალოდ მემორანდუმია. რაც არც კი არის სანამ. და მან თქვა, არა, არაფერს მიიღებ, მხოლოდ მაშინ, როცა შეასრულებ. სანქციების შემსუბუქება გინდა, მხოლოდ მაშინ, როცა შეასრულებ. გაატანეთ ურანი ირანიდან და მერე რაღაცას მიიღებთ. წინასწარ არაფერს მიიღებთ. ეს არის გარიგების არსი. წინასწარ არაფერს აძლევთ, რადგან როგორც კი რამეს წინასწარ მისცემთ, მეც ვეღარ მიიღებთ. უნდა შეინარჩუნოთ ზეწოლა, როგორც თქვი, ეკონომიკური ზეწოლა, სამხედრო ზეწოლა, სანამ იმას არ მიიღებთ, რაც გჭირდებათ. კი, ამას ვეთანხმები და უბრალოდ ვიმედოვნოთ, რომ ბოლოს ისრაელისა და ამერიკის ერთობლივი ძალებით შევლენ და იმ ბირთვულ მტვერს გამოიტანენ. იქ კამერები გვაქვს, ვიცით სად არის, ვიცით რა ხდება, მოდი უბრალოდ გავაკეთოთ ეს. კარგი. სინამდვილეში პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ მხოლოდ ამერიკასა და ალბათ ჩინეთს აქვთ ტექნიკური შესაძლებლობა, რომ იმ ნანგრევების ქვეშ გათხარონ. ხომ იცით, მე რა ვიცი ამაზე, მაგრამ მე ვამბობ, უბრალოდ გააკეთეთ ეს უკვე. ანუ, შენ ამბობ, რომ დრო გვაქვს მოცდაზე. მე ესე დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ხო იცი, მომავალ კვირას ვნახავთ. და ეხლა უბრალოდ დასასრულებლად დავასრულოთ პოლიტიკურ თემაზე ისრაელში, შიდა ისრაელის პოლიტიკაზე. ჩვენ ასევე ვაკვირდებით ამერიკას როგორ გადის ამ ყველა პრაიმერზე წინასწარ არჩევნებზე. ისრაელში ჩვენ ჯერ არ მივსულვართ პრაიმერების ეტაპამდე, მაგრამ ეხლა ვარკვევთ, როდის იქნება ჩვენი რეალური არჩევნები. და ჯერ თარიღი არ არის, მაგრამ რადგან ველოდოდებით ისრაელის კონსტიტუციური და იურიდიული პროცესის გამო, უკვე სექტემბრის დასაწყისი გამორიცხულია. და თუ ძალიან მალე არ მივიღებ გადაწყვეტილებას, სექტემბრის შუაც გამოირიცხება. სექტემბრის ბოლო ძალიან რთულია ებრაული დღესასწაულების გამო. ასე რომ ჩემი პროგნოზია, რომ ეს უფრო და უფრო აშკარა ხდება და მომავალ კვირას ნახავთ მართალი ვარ თუ არა. ჩვენ ოქტომბერში არჩევნებს ველოდებით. კარგი, მარკ, მომისმინე, სასიამოვნო იყო შენთან გამათი. და როგორც ყოველთვის, მომავალ კვირას იმედი მაქვს, რომ მეტი პროგრესი იქნება. ვნახავთ, რადგან ამ მომენტში ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი. და შენ ოპტიმისტი ხარ, ასე რომ ვნახავთ. ალბათ ეს ჩვენს ხასიათებზე მეტყოლებს. მომავალ კვირას გნახავრთ.